გამარჯობა ჩემო YouTube-ის მშენელებო და მაყურებლებო. ეხლა ვარ დიდუბეში და მივდივარ სოფელში. ეს არის შაბათკვირა. დაიწყო სოფლის შაბათკვირის ვლოგი. ცოტა ცანცარებს ხელი, დაღლისთვის მიმაქვს საკვები. ეხლა უნდა გავაკეთო ბიობაქტერია. რა არის ბიობაქტერია? ბიობაქტერია არის ბაქტერიების, უსაფრთხო ბაქტერიების ჯგუფი, რომელიც კეთდება მეფრინველობაში, მეცხოველეობაში და მეღორეობაში. იატაკზე, ანუ ქვეშსაგებზე მოუყვრით ჩვენ ბაქტერიას ნახევრზე და შემდგომ ის ჭამს ფეკალს და ანადგურებს სრულიად მას. გადარეული ნახევრში ძალიან თბილია და ქათამს ზამთარში ძალიან შეღავას აძლევს, მით უმეტეს დედლებს, რომლებიც კვერცხდებას იწყებენ და მათ ჭირდებათ სითბო. ბაქტერიისთვის, ეს ადრე წიწილებისთვის ვიყიდე მე ექსპერიმენტები რო ჩავატარე სოფლის ჭრელი წიწილის გამოზრდისას, ხო და ეს 5 გრამი აკეთებს 1 კვადრატულ მეტრს. დაახლოებით 250 გრამი აკეთებს 50-60 კვადრატულ მეტრს. ამაში ბევრია და ძალიან დიდი ხანი მეყოფა ეს მოკლედ რა. მაგრამ ამისთვის რა არის საჭირო? აი ესეთი ნახერხი ბურბუშელას მსგავსი რა. და ამას განვათავსებთ ჩვენ იატაკზე 15-20 სანტიმეტრის სიმაღლეზე. ამას ერთ ჩაის ყოფს თუ ვაკეთებთ ჩვენ 1 კვადრატულ მეტრს, გადაურევთ კატოში, რომ მოვაბნიოთ ამ აღნიშნულ ბურბუშელაზე სათანადოდ და შემდგომ გადაურევთ რა, ზედაპირულად გადაურევთ და მზად არის. ესეთი სახის საძილე არის და აქ დავუყრეთ ნახევრს, ხედავთ ნახევრს, გავშლით ახლა ამას და გადავაგრით პირდაპირ ზედ ბაქტერიას. მქონდა მოწყობილი მთელი ამბები და დენი გაყვანილობა, შტებსელები და ეს საძილეთ მქონდა მოკლედ რა. მაგ ვიდეო და შეგიძლიათ ნახოთ ჩემს გვერდზე. აი, ესე გამოიყურება კატოში გადარეული ბაქტერია, ბიობაქტერია, რომელიც არის სრულიად უსაფრთხო. ბოლომდე ხსნის ფეკალსა და ასე ვთქვათ, ექსკრემენტებს. დღეს არის კვირა. ეხლა უნდა დავალებინოთ ჭიის წამალი ჩემს ძაღლს. გაჩელი, დაჯექი. მოკლედ ჭის ფართო სპექტრის არის რა, მოქმედებს როგორც უჯრედწლავის ჭიაზე, ისე მოქმედებს გულის ჭიაზე, ისე მოქმედებს ტკიპებზე, ისე მოქმედებს რწყილებზე და ძალიან კარგია რა, ნექსკარტი. დიდი კამფეტივის უნდა შეჭამო ახლა. მოდი, ერთ წუთი, მოდია. დატეხა ჯერ და მე შეჭამა რა. უზმუზუ უნდა მიცეთ 1 საათით. არ უნდა აჭამოთ საჭმელი. ანუ უზმუზუ რომ მიცეთ. მე 1 საათი გავა და მე შეგიძლიათ მიცეთ საჭმელი. მეორე. ეხლა მივდივარ მერჯევიდან საერთაშში მეორე სოფელში. ეხლა არის 12 საათი. ხო და იქ საქმე მაქვს კიდე ფუტკებს რომ მოვარო რაღაცა აქეთ-იქით გადავხედო და მე ისევ აქ გადმოვალ. ეს არის ჩემი მოსაცდელი, როცა მივდივარ ხოლმე საჩხერეში, ვდგები აქ ყოველთვის ზევით არის ჩემი შესახვევი. აი, იქ, მანქანა რომ მოდიოდა. აქ არის მეორე შესახვევი. ხო და როცა რამე გამოვილის, აქ ყველას ვიცნობ, ამიჩერე და მივდივარ ხოლმე საჩხერეში. აი, საჩხერე ჩემო კარგებო, არის აი ეს. ახლა მივდივარ საერხეში ცოტა საჩხერის ცოტა მაღლა მდებარეობს ეს სოფელი. ჩემი სოფლიდან მერჯევიდან საერხეში მოკლე გადასასვლელი არის სოფლებზე, თუმცა ახლა მასე არ დავდივარ ხოლმე რა საჩხერეში რაღაცა მაქვს საყიდელი. ხო და ეს არის ცენტრალური გზა, როცა მოდიხარ თბილისიდან საჩხერეში უნდა გაიარო ეს გზა. და რაჭაში როცა მიდიხარ, რაჭის გზაც დაემატა ამ გზას და უზუმთით გადადიხარ ძალიან მაგარი. კარგი გზა არის გაკეთებული. მიესალმები, მოკლეზე გადადიხარ, აქედან რაჭაში დაახლოებით საათნახევარში ხარ. ეს არის აქ დათხარეს, წესიერად ვეღარ ვდგები ჩემ მოსაცდელზე, სანიაღურეები, თუმცა ეს სანიაღურეებიც არასწორად გააკეთა ამ მთავრობამ, ვერ გააკეთა. წინა ჩემ სოფლის ვლოგში მაქვს ნახსენები არასწორად და შეაუსაბამო ადგილას დასხმული ბეტონის შესახებ, რომელიც გააფუჭეს და მოსპეს ის ბუნებრივი ადგილი. ეს არის ნიაღურები, სადაც ნიაღვარში კი არ დგება წყალი, არამედ მის ამოთხე გვერდზე. აი აქ დგება წყალი, ავსებულია, ვერც ნიაღვრიდან წყალი ვერ გადის. საკეთებს ეს ხალხი, არ ვიცი. შეუსამომო ადგილებზე, შეუსამომო კანდიდატები არიან თქო, ტყუილად არ ვიძახი მე.
ხო, ეხლა რაღაცა მოდის და იქნება გავუკვით. ეხლა მოვიდა ჯერი ფუტკერთან მუშაობის. დღეს ჩვენ რა სამუშაოები უნდა ჩაუტაროთ ფუტკარს. ჩვენ უნდა დავამუშაოთ ის ტყიპაზე, თქვენ აქ ხედავთ ვარორეც, იგივე ბილავრეც და ასევე აქ მაქვს კანდი. თებერვალში, აი ახლა ეს 5 დღე, 4 დღე კარგი ამინდებია და მერე უკვე მოდის ცუდი ამინდები. თოვლი იქნება, ყინვა იქნება, ღამე ისედაც ყინვა. მოკლედ და მინდა რომ კანდი მივცე, ეს იქნება მეორე მიცემა ჩემი ფუტკრებისთვის კანდის. ახლა ეს პატარა შეკვირებია. ასეთებს ყიდულობ ხოლმე ზამთარში. ზაფხულში ვყიდულობ ხოლმე დიდებს. მე თან ამას აქვს თავი, თან ამას აქვს დოზები აქ. 10, 20, 30, 40. აი სანამ გავუკეთებთ. ანჯღრევა ჭირდება, აი ესე უნდა აანჯღრივთ და მერე გავუკეთოთ, იმიტომ რომ გასახსნელია ადგილ-ადგილ კარგად ჟავა თუ სხვა მინერალები. სამუშაო პატარა სივრცე. ვამუშავებ ტკიპაზე, წამლით და შემდეგ როგორც გითხარით, ვაძლევ აი ესე კანს. ბარო, სერიოზა. როგორ ახარ, როგორ? როგორ არის საქმეები? რატომ? ვეღარ შევინახე. რთული არის, რას იზავ? რთული არ, რთული? ბიჭო, ძალიან ჭამა უნდა. ხო, თუ რამე დაგჭირდეს მერე მითხარი. თოლმა და ქარებმა წააქცია ჩვენი დაფნა. აი, მინდა რომ გამოვანთავისუფლო. დაფნა მაგ მოგვიტანგვი. გამოვიდა კონა ამ ვიდეოდან თქვენ გაიგეთო მე დაფნას ვყიდი. კაი ხუმრ. სანსლე რა კაცი ნახე, რა კაცი სანსლე. არავის. რა ხდება ახალი მოყევი ახლა სოფელში? რა ვაჭი ხარ, თახი მოწესი და არეგანა ეს ის ამ წარევალი. თავის ამოსი. ის არის ეს პატარა არ შეგიძლია მაგასთან არ კი ერთი 3 წლის დაგული ალბათ მედის თუა. კაი, სეკატორი მოიტანი აბა ერთი წუთი. და შევალამაზოთ უცებ. ესეც დღე მესამე ხო რა? ორშაბათია. დილა ეხლა არის 8 საათი. ბოთრებს უნდა მოუარო ეხლა. რაღაცეები მაქვს გადასაადგილებელი, ესენი დედას ყავს მოსაშორებელი. მოკლედ, ამას გავაკეთებ და მივდივარ სამსახურში. აქედან პირდაპირ გორში მივდივარ. თბილისში მაგით ვაღარ წავედი კვირას, იმიტომ რომ სამსახურში ეხლა გორში მიწევს რაღაც საქმე მაქვს. აქედან პირდაპირ ჩავალ ხიდებთან და იქიდან მე გადავალ. აი პატარა ბოთრები. ესენი არიან ახლა დაახლოებით თვე და 15 დღისები, ან თვე და 20 დღისები, რომლებიც უნდა მოვაშორო დედას, გადავიყვანოთ ცალკე და რამე ანტისტრესული მივცე, მანღვიძლის გამაძლიერებელი, რომ ახალი ადგილის მიმართ არ შეექმნათ სტრესი და ადვილად შეეჩვიონ თუნდაც საკვებსაც, მარტო ჭამას და დედის გარეშე. მივცე ოლიგოფოსს 1 მილიგრამი იხსნება 1 ლიტრ წყალში, რთულ სიტუაციებში 2.5 მილიგრამი 1 ლიტრ წყალში. შევხვდებით შემდეგ შაბათ კვირის ვლოგში, ან დაელოდეთ სხვა ვიდეოს ჭემარხზე.